პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას ჩხუბი მოყვა. თავდაპირველად სხდომათა დარბაზიდან მას შეაგინეს, რასაც ბობოხიძემ საპასუხო გინებით უპასუხა, რასაც შეხლა შემოხლა მოყვა. სოსო ჯაჭვლიანს დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძის შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედა რუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ იუარგებს ხალხო და იქნება დაალაგოთ. ვინ რა თქვა დედა ვის თქვა და თქვენი დედა კითხვა იცოდეთ ბოდიშვილი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გონიათ ვინმეს ამას დაგითმობთ რა. აიყვანეთ გარეთ. თქვენ თუ გონიათ ვინმეს ამას დაგითმობთ რა. და ვიც თქვა მე სიწყნარე აქეთ, სიწყნარე. სიწყნარე. სოსო. შესვენება სხდომაზე. ჩხუბის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა და ინციდენტის მიზეზებზე ისაუბრა. პარლამენტის წევრის შეფასებით სხდომაზე მომხდარი ჩხუბი სამარცხვინოა და ისინი ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
მე იქვე საქართველოს მოსახლეობას მოუხადე ბოდიში, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ ჩართული მიკროფონებში ვთქვი ის, რაც ვთქვი. როდესაც მე ვთქვი, რომ დედა რუსეთში მოგიწევთ გაქცევა, წამოვიდა გინება და მე ხაზგასმით თუ კი თქვენ ნახავთ ვიდეო ჩანაწერს, ნახავთ რომ მე ვაგინებ იმას, ვინც მე შემაგინა, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რომ ღია მიკროფონში მე შევიგინე და საქართველოს პარლამენტის მიკროფონებიდან ისმის გინება. ესეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს პარლამენტში და ერთადერთი კომენტარი უნდა იყოს ეს. ბობოხიძემ შეგვაგინა რუსის დედა. და ეხლა ამას ისე არ მოვიწმენთ და წინა საახალწლოდ მით უმეტეს ძნელია ამის მოწმენა. ჩაფიქრებული იყო პროვოკაცია და ესე ვთქვი, გართობის მოწყობა, მაგრამ ვინ როგორ გაერთო, ხალხი ამას კარგად დაინახავს. უმსგავსოს აქციელი ხო, აბსოლუტურად. მიკროფონში პარლამენტის წევრი რაც არ უნდა ხინჯი გააჩნდეს ხო გულში. ასე რომ მოიქცევა, მას პარლამენტში არაფერი არ ასაქმება. ამაზეა ლაპარაკი და რა ამან გამო კაკო ბობოხიძე ვინ შეიგინა მიკროფონში. ეს მარტო პარლამენტის წევრს კი არ აგინა, მარტო რაღაცა ინდივიდუალური პრივატული პრობლემა კი არ ქონდა. მთელ საქართველოში აგინა მან დღეს. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ იმ სანქციებზე ისაუბრა, რომლებიც ჩხუბში მონაწილე პირებს დაეკისრებათ. გიორგი კახიანის თქმით, გამოძიებაში შესაძლოა სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერიონ. რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელი არის პროცედურული დარღვევისთვის პარლამენტის წევრისთვის ხელფასის დაქვითვა. აი მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარემ როდესაც მანდატურს თხოვა რომ დაეტოვებინებინათ დარბაზი კაკო ბობოხიძესთვის, მასზე შეიძლება განხორციელდეს ეს სანქცია. პარლამენტის შენობასთან სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს. მედიკოსები საკანონმდებლო შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში რჩებოდნენ. პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.